დღეს არის 15 ივნისი და მე ახლა მივდივარ სვანეთში. კი, ნამდვილად სვანეთში მივდივარ. თვალ არის 16 ივნისი და არის ჩემი დაბადების დღე. შესაბამისად, მინდა რომ ჩემი დაბადების დღე გავითენო სვანეთში. სვანეთში მინდოდა ძალიან დიდი ხანი მოგზაურობა. წასვლა, რავი, მოგზაურობას ამდენად და არ ქნოთ, არ ვიცი, მაგრამ არ მქონდა ნანახი სვანეთი და აი პირველად მივდივარ და იმედია რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. და რაც შეეხება YouTube-ის ვიდეოს. ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს და ხო, რაც შეეხება კიდევ ერთი სიახლე მაქვს. დღეიდან არა. ხვალიდან უკვე დაიწყება დიდი სიახლეები TikTok და YouTube არხზეც. ხო, რაც შეეხება სურვილებს. ხალხო, რო იცოდეთ, ოცნებები ხდება და ერთ-ერთ ჩემ ოცნებას ავიხდენ ხვალ. დღესვე, მაგრამ ხვალ უფრო იმიტომ რომ ხვალ ვიქნები მესტიაში 16 ივნისს და ჩემ დაბადების დღეს გავატარებ მესტიაში. და არა მარტო მესტიაში. ხო, უკან კი ხედავთ ჩემი ველოდევს დაშლილი და ერთ სიტყვით საკმაოდ საინტერესო ვიდეო გელოდებათ რა. ნუ ვიმედოვნებ მაინც. ეხლა წავედი და დაგიბრუნდებით უკვე სვანეთიდან დიდი ალბათობით თუ გზაში რამე საინტერესო არ დროებით. უშუალოდ სანამ ვიდეოზე გადავალთ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და კომენტაროთ და ყველაფერი, ვაფშე ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცები გელოდებათ რა, აი მართლა მაგარი რაღაცები გელოდებათ უკვე ხვალიდან რა. აი ძალიან ბუმი რაღაცები უნდა გადაველოთ. всё, იწყება. TikTok-ზე ვინც ვადევნებდი თვალს, ვდებდი დღეების რაოდენობას, ოღონდ მოვყვებოდი ზევიდან ქვევით. ხო, დღეს არის უკვე ერთი დღე, ანუ ერთი დღეა დარჩენილი იქამდე სანამ ყველაფერი შეიცვლება. ნუ ეგ უკვე გაგებული გექნებათ, იმიტომ რომ ეს ვიდეო რო დაიდება, ეგ ყველაფერი სამთავრებული იქნება, თუმცა რო იცოდეთ, აი ხვალიდან 16 ივნისიდან სრული ამობრუნება მოხდება ჩემ არხზეც. ვაფშე ყველაფერში რა, აი რავი, აი არ ვიცი. საერთოდ ყველაფერზე მოხდება, აი სრული ამობრუნება, სრული ბუმი. ხო, შეიძლება ამ საუბარში ავწდე გზას, მაგრამ it's okay. ასე რომ თქვენი გვერდში დგომა მჭირდება რა. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დააკომენტაროთ რა გსურთ რომ ნახოთ შემდეგ ვიდეოში. ხო, თუ მოგეწონებათ რა თქმა უნდა ეს ვიდეო. ეხლა დროებით და დაგიბრუნდებით სვანეთიდან. დაგიბრუნდით მეგობრებო. ეხლა ვიმყოფები სოფელ უბერში. ხო, დღეს არის უკვე 16 ივნისი. შედე. ეხლა არის უკვე 16 ივნისი და მივდივარ მესტიაში. აი რა ვიცი რა. სოფელ უბერში უნდა მოხვიდეთ და უნდა ნახოთ აქაურ სილამაზეც. აი ხალხმა რომ ალბათ რავი მარტო მესტია იცის, უშკული იცის და მან დაახლოებით თუ რამე განსაკუთრებული ადგილია ეგ, მაგრამ
აი თვითონ სვანეთში შიგნით სოფლებში აი ულამაზესი გარემოა და შეგიძლიათ ერთ-ერთი სოფელი ჭუბერი მოინახულოთ რო ჩამოხვალთ აქ რა. აი ზუსტად არის მესტიის და ჭუბერის გადასახვევი, აი მიდიხარ მარჯვნივ მესტია მიდის, მარცხნივ ჭუბერი და როცა მოხვდებით სვანეთში, ან დააპირებ ჩამოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ სოფელი ჭუბერიც აუცილებლად ნახოთ. და ხო კიდე აქ ერთ ადგილას სოფელ ჭუბერის ცენტრში სკოლასთან ახლოს იყიდება შაურმა და აუცილებლად გასინჯეთ, იმიტომ რომ უგემრიელესია. მართლა უგემრიელესია. პირველად ჭამე ცხოვრებაში შაურმა და რა ვიცი, აი ძალიან მაგარი. ხო, საშაურმის სახელია მთის შაურმა და აი აუცილებლად უნდა გასინჯოთ რა. სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალ, მანამდე გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილაკი და დადგმით სვანეთის კადრებით. დაგიბრუნდით მეგობრებო, ამჯერად უკვე მესტიაში ვარ და მეხა მანქანა გავაჩერე. ველოს ჩამოვიღებ და გზას გავაგრძელებ ველოსიპედით და დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ ადგილებს ვნახავ მესტიაში ველოთ, იმიტომ რომ აქ მანქანისერულს აზრი არა აქ ახლა. ასე რომ დაგიბრუნდებით უკვე ველოს კადრებით. ეხლა მივდივარ კორუნდის ტბაში. მედია მოვასწრებ რა. ფორბალი მაგასა და თავბერ ახლა რაღაცა ველოი.
არის ადამიანის ვინც მოხალთ სანეთში აი აქ ისწრებით ამ ადამიანს ვისაც ბაიკის ქირაობა დაგვიდება e-bike არის ელექტროები ყავს Ghost-ი Specialized და მსგავსი რაღაც ძალიან კარგი ეხლა დავეშურეთ აი გავეშურეთ Oruldes tvisке. Media radio. Ceta hania se da davut. Energia da rogot. Da davida. Sanetsi. Mogzaurobisken. Archi წინ მიდავს ძალიან დიდი გზის გავლა. Media. გავძლებ. არც ესე იგი მივდივარ და ვინც არიცით აი ეს ტბები რა მდებარეობს აი იქ სადღაც ზევით ხო და აი იქ უნდა ავიდე სადღაც კილომეტრებში 1-7 კილომეტრი ალბათ ან მეტი დიდი ალბათობით ძალიან საინტერესო იქნება. აი არ ვიცი. აი სადღაც იქ 6 კილომეტრში. ან 6 კილომეტრი ჯერ ასფალტთან ტრასაზე ვივი. და მე უკვე ტყე. მედი ენერგია შემჩება. თუ არა მაგ ვაშლი წამოღებული. შეი Ina non grande via, c'è il calcolo del magazzino, anche l'altro. Ciao, questo qua. Ho l'ultimo disco. Έτσι πως. Να μετάνει. Μάλε μου μητσία. აღმართებ. გავწყდი. ეხლა შემოუხვი. ისკენ და უკვე გავწყდი. აქ. ნახოთ, მაინც შევძლებ. მაინც შემიძლია ასვლა. ესე იგი, ისევ ფეხით მივდივარ ჯერ, იმიტომ რომ დიდი აღმართია, გავჩერდი ცოტა ხანი და რუკაზე ვნახე. არჩი ძალიან ბევრი უნდა ვიარო და ძირითადად წეები უნდა უთხრა რა. მაგრამ სწორად მივდივარ. ეხლა არის სამანქანე გზა და რა ვთქვი წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი აქ. აგერ არის. და განახებთ. წინ არის. აი აქ არის. აკრას ნახულებ და მე წავთან ჯავე წყალი არის აქ. არა ჯავე წყალი არ მინდა. წავედი და დაგიბრუნდები ჩავით. აუ, ძალიან მაგარი. უკვე მოვიხოდე ხა ცოტა დავიღალე. არა. ხა უკვე მოვიხოდე. დავიღალე ის. პიზდეთ. აი. გადავ, თან არ ვღადავ. იმედია 1-2 საათშია და დაშვება იქნება აქ რაღაცა უმაგრესი რაღაც თან ბილიკებიაო რა ბილიკები და რო წამოვიდე იმედოვნებ არაფერი მომევა მეორე კაცი შემხვდა უკვე აგერ კიდე ორი Good luck. Thank you. It's really Açam xudagi. Elektrobi tarian ra uçurtam. Ha. Mogudi.
აქვე მოკლე გზა. აი ესე წავა. მაინც ხელით ამყავს. ნახევარი. ეს გზას მოუჭრე. საკმაოდ დიდ გზას. მანქანი თუცება ხვალ აქ. ეხა უკვე ზევით ვიქნებოდი. ასე მოკლეზე ცოტა უფრო მეტი აღმართი სავლა მიწევს. მეტი რა უარესი. არა ნაკლები გზის გავლა მიწევს. შეიძლება ენერგია ერთნაირი დავხარჯო. არ ვიცი რამდენად ჩანს აღმართი, მაგრამ დიდი აღმართია. საკმაოდ. გაუწყდი ბიჭო. YouTube-ზე მაგარ ვიდეოს კი ჩემი ტანჯვის ვიდეოს დავთ. ანუ ვაფშე არ ჭერ დიდ გზას. აგერ ჩემ ხვევით გადის თურმე ვითომ მოკლე გზა კი არ და სამანქანო გზა. წავედით. ცოტა ველოთიც გავიაროთ. ესეც ჩავთო. ეცი რა ხდება. ეკლე. აი საერთოდ ცოტა ზევით მომიჭი. ნე. ისევ და ისევ ფეხით ვაგრძელებ გზას. ერთი რჩევა მექნება რა. ვინც ესე წამოხვალთ ჩემსავით ველოსიპედით ან მინიმუმ ფეხით, მაინც აუცილებლად წამოიღეთ სნექები გზაში. სნექები არა, უფრო ვაშლი, ბანანი, წყალი, ეგეთი რაღაცა. მე გამიმართლა რომ ვაშლიც მაქვს წამოღებული, წყალიც მაქვს, წვენიც მაქვს, რაღაცა ნამცხვარით რაღაცაც მაქვს და ვაგრძელებ გზას. მეტი მაქვს. ხალხი მხვდება ძირითადად ფეხით. ველოთი მიდივარ აქ. Hello. ძირითადად ფეხით ხვდებიან უცხოელები. ქართველები არა. ალბათ იშვიათად რა ქართველი ფეხით წამოვიდეს. ანუ იშვიათად რა უცხოელებთან შედარებით. ვინც სტუმრად არის სვანეთში. იმიტომ რომ ეხლა გზაში შემხვდა 1 2 3 4 5 6 7 ადამიანი. ამ 7-დან მე მგონი 7-ვე უცხოელი იყო. არა, ბოდიში. 8 შემხვდა. ამ 8-დან 7 უცხოელი იყო, 1 ქართველი და ის ქართველიც მანქანით იყო. და ანუ თუ მოძრაობენ მანქანებით, ეგენი ქართველები არის. ასე რომ რა ვიცი, ხალხო ჯანმრთელობა აქვს, ფეხით სიარული. კი, დამღლელია, მაგრამ ამ დაღლილობას მე თავის შედეგი მოხდა. ბევრად მაგარი თავი გადასავალია, როცა ესე მიდიხარ. ვიდრე მანქანით, აგერ წინ მანქანა მოდის. კი, არ დაიღლები მანქანით უცება ხვალ და ველოც თუ ყავს უცებ დაეშვები ჩამოხვალ. მაგრამ როცა მთლიანად ფეხით მიდიხარ, ველოთი, ამჩნევლ აქვს. აი, სხვა მუღამი აქვს რა, სხვა мотиваცია გაქვს. სხვა შეგრძნებებია. აი, რო იყურები უკან და აი, პროსტა შეხედეთ რა მხელა გზა გამოვიარე. აი, სადღაი დაბლა ტრასა რომ მოჩანს თუ ჩანს არ ვიცი. აი, მაქედან მოვდივარ.
ილია შაი ზუსტად აგერ ხიდი რო ჩანს აი დაგანახოთ აგერ ხიდი არის მაგ ხიდიდან წამოვედი საკმაოდ მაღალზე ვარ და კიდევ ბევრად მეტი გზა დამრჩა გასავლელი თუმცა არ ვნებდები ყოველდღე არ ვარ აქ ყოველდღე არ მიწევს ასეთ ადგილებში სიარული შესაბამისად ის დამრჩენია რომ ბოლომდე მივიყვანო საქმე თან ჩემი დაბადების დღეა ბოლო 26 წლის გავხდი ვერდები ნერნელა მაგრამ სიბერეს ვერ შემოგვიყვეთ ახ გავწყდი ას ვერ შემატყობთ ხალხო მოვკვდი გაივღადა ხმაზე იმეთყობა რომ და ჩქარავს უნდა მაგრამ ეგ არაფერი ზუსტად რამდენიმე წამი მჭირდება გაჩერება და სრულ ენერგიას აღვიდგენ და განავგრძნობ გზას ასე რომ ახალგაზრდებო ჩემო ტონებო ჩემზე უფროსებო არ დაგეზარდ წამოვდით ულამაზესი ადგილია სვანეთში კერძოდ მესტიაში აი უმაგრესი ხედებია უმაგრესი ჰაერია არ ვიცი მოვიწამლე უკვე სვანეთით Oh, чука. Yo. Hello. Hi. Makar mağazı var mı? ძალიან დიდი აღმართებია მე. ისეცია. არა? დაწყებულს მაინც ბოლომდე მივიყვანე, ვიცი. განაგრძე გზა. არა. არ უნდა წამოსულიყავი ამ ვითომ მოკლე. ოი მე არა. არასოდეს არ წამოხვიდეთ ამ გზით. ცოტა დამრჩა გზაში ფეხის გაჭრაც მოვასწარი. აუ რა მაგარია ღირდა. აუ кайდა.